თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირის აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერისა და თემურ ქურციკიძის მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი ნიკა სახელაშვილი დაიკითხა. მან პროცესზე თქვა, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს ტონქაძის ქუჩაზე იმყოფებოდა, რა დროსაც პრეზიდენტის სასახლესთან ვითარება დაიძაბა. მისი თქმით, 150 კაციანი დანაყოფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების დასახმარებლად ყოველგვარი ეკიპირების გარეშე მხოლოდ ბალაკლავებით გადავიდა, რაც უშუალო უფროსის ლაშა ჯუღელის ბრძანება იყო. მოწმის მონაყოლით ათონელის ქუჩაზე ჩასვლისთანავე მას 2 ქვა მოხვდა მუცლისა და თავის არეში. მისი თქმით, დაზიანების გამო თავზე 6 ნაკერის დადება დასჭირდა. მოწმემ სხდომაზე თქვა, რომ უშუალო დისპირი, ვინც ქვა ესროლა, არ დაუნახავს. მას 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთაგან არც ერთი არ ეცნობოდა. ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ნაწილს კი ჯგუფური მოქმედების, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულთაგან 10 აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას გირაუ აქვს შეფარდებული. ანტონ უპერი კი მიმალვაშია, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.